მოგესალმებით, მეგობრებო, ეზოთერული ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ. Ძალიან საინტერესო თემა მინდა თქვენთან გავიარო, ხო ძალიან მოკლედ. და უბრალოდ ისეთ საფიქრალი, რომ დაგიმატოთ, ესე რომ ვთქვათ, წინაზე საუბრობდი მეგობრებთან და ძალიან მთხოვეს, რომ ჩამეწერა ეს თემა თქვენთვისაც. და გვქონდა საუბარი მეგობრებთან ენერგიებზე, საიდან მოვიდა ადამიანის სხეული საერთოდ. რა მოძრავებს მას, რა მართავს მას და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ თეორიაში ძალიან წიგნებიდან ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული ამ თემაზე, ხო, რა არის სული, რა არის სამშვენველი, რა ენერგეტიკა აქვს ადამიანს, საერთოდ სამყარო რა არის, ხო? და პირადი გამოცდილებები ძალიან დამეხმარა. როდესაც მაგალითად ხაშვის წინზე ლევან შატბერაშვილთან დავდივარ ხოლმე და ფსიქოთერაპევტი არის და მას ჰიპნოზიზე ვიყავი მასთან და ძალიან კარგად მასწავლა მანაც ტექნიკები თვითდიაგნოსტიკის წარმოსახვითი თერაპიებით, წარმოსახვითი აღარ გამოდის უკვე აი თვითდიაგნოსტიკა შეგრძნებებს იმდენად კარგად გრძნობ უკვე ადამიანი, ანუ შინაგანთან ისეთი კარგი კონტაქტი გაქვს, რომ უკვე შეგიძლია მიხვდე ენერგეტიკა, სად როგორ მიედინება, ხომ? სხვათა შორის რეიკიც გარკვეულწილად ცოტა მაგმართულებით არის. და სხვა ენერგეტიკული პრაქტიკებიც. ანუ არის სხეული, რომელზეც მაგალითად პრეპარატები, წამლები, საკვები მოქმედებს და არის უფრო მთავარი ჯერ ენერგეტიკა, ხომ? რომელიც მთლიანად ასულდგმულებს ამ სხეულს. ენერგეტიკა მოდის ემოციებისგან. ეს არის ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები, ქმნის მერე ენერგიებს. ოღონდ ერთ საინტერესო მინდა გითხრათ, რომ ხო არის ამ ცხოვრების ენერგია, ამ ცხოვრების განცდები. ეზოთერულად ჩვენ გვაქვს უამრავი ინკარნაციების მთელი სულის ისტორიის, იმ არადისობაში გაშვებული სულის ისტორიის ემოციებიც ჩაბეჭდილი. აი, მაგალითად ვედურ ასტროლოგიაშიც არის ამაზე საუბარი, ვედურ ფილოსოფიებშიც არის ამაზე საუბარი, კარმულ ასტროლოგიაშიც გვაქვს ეს, რომ არის წინაცხოვრებები და არის ადამიანის სულის სამშვენველი, რომელიც ბევრ შრეში მოქმედებს. და აი ამ ბევრ შრეში ენერგეტიკა ნენალა ეწერება ჩვენი წარსულიდან. მაგას ემატება ამ ცხოვრების ემოციები, სტრესები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ემატება მას არ განცდილი, გაუცნობიერებელი ემოციები. ყველაზე მთავარი პრობლემა არის ხოლმე როგორც წესი, რაღაცას რო ვერ ხვდებით, რაღაც სიტუაციაში რო ვართ და რო ვაკონსერვებთ ამ ყველაფერს, ვერ ხვდებით ბოლომდე რა სიტუაციაში ვართ, აი ის გადადის უკვე ღრმა ემოციურ შინაგან უკვე ბლოკებში. აი ენერგეტიკული ცენტრები, როცა არის, ვთქვათ, იქ სხვა პრაქტიკებში საუბარი, ხო? მაგალითად, იოგა პირდაპირ აი ამ ჩაკრებზე, ენერგეტიკულ ცენტრებზე მუშაობს. სხვადასხვა ტაიჩი იქნება, სხვადასხვა ვთქვათ, აღმოსავლური პრაქტიკები იქნება, სულ იყო უფრო მთავარი ენერგია და მერე ფიზიკური სხეული. სხვათა შორის ეს ასტროლოგიაშიც ჩანს, მე ადრეც გითხარით სამედიცინო ასტროლოგიაზე ვიდეო რო გავაკეთე, იქაც მქონდა საუბარი. ბევრ სხვა ვიდეოში ვსაუბრობ, რომ ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები პირდაპირ ჯერ ენერგეტიკას უკავშირდება. დიდი ხანი გროვდება ეს ჩვენ სხეულში და თუ თქვათ ბავშვობის ასაკში გქონდა რაღაცა ისეთი პრობლემები, ეს ყოველთვის უფრო უკავშირდება წინაცხოვრებებს, რომელიც მშობლების ენერგეტიკასთანაც ძალიან მჭიდრო კავშირი არის და ჩვენ რაც მოვიტანეთ წარსულიდან, ჩვენ მშობლებს შეიძლება ეს პრობლემები გქონდეს. და ეს ემთხვევა ერთმანეთს და მერე ის გადადის უკვე სერიოზულ პრობლემებში, ხომ, კარმულ ასპექტს გულისხმობ აქ. და ძალიან კარგი არის პრაქტიკა თვითდიაგნოსტიკის, ეზოთერული პრაქტიკა არის ეს და აი ლევანთანაც გავდიოდი ამ პრაქტიკებს, თავიდან რეიკის სეანსებით გავდიოდი, ჰიპნოზე გავიარე ეს ყველაფერი, როცა უფრო ენერგიები დავინახე და დაავადებების მიღმა და ამ დაავადებების ენერგია დავინახე როგორც წინაცხოვრებების ემოციები, ზოგი საერთოდ წინაცხოვრება არც მინახავს და ცხოვრებებს შორის განცდილი ემოცია დავინახე.
და ჩვენი ფსიქიკა, შინაგანი ოღონდ ფსიქიკა ტვინს არ გულისხმობ აქ, კარმული, ეზოთერული ცნობიერებით ცოცხლობს სიკვდილის შემდეგაც ჩვეულებრივად. ანუ ადამიანი თუ არის ღრმა დეპრესიაში ან შიში, რო კვდება იგივე ემოციები გაყვებაო თან. სხვა შეს ბევრი ადამიანი, ვინც ჰიპნოზი იყო, ზუსტად იგივე ნახეს. რომ იგივე ემოციები ქონდათ გაყოლილი, თქვა, სხვადასხვა ცხოვრებებშიც, ხომ? მე ხა თეორიას გიყვებით, როგორ ჩანს ეს ყველაფერი ლიტერატურიდან და როდესაც მაგალითად თუნდაც ესეთ ამდენ სხვადასხვა კუთხით თერაპიებზე დავდივართ, ხომ? და მე პირადად მართლა რამდენიმესთან იქ თქვათ ლევანი უფრო ეზოთერული კუთხით მუშაობს, ფსიქოთერაპევტი არის, მაგრამ უფრო ამ კუთხით მუშაობს, ინკარნაციები, ძალიან განათლებული ადამიანია და ფართო ხედვა აქვს სხვათა შორის და მაგკუთხით მასთან ძალიან მიადვილდება ხოლმე მუშაობა. არიან სხვადასხვა ადამიანებიც, რომელიც თქვათ თერაპიულად მუშაობს, ზოგი რეგრესიული ჰიპნოზით და აი მან ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია თვითდიაგნოსტიკით გავიდეთ იმ ენერგობლოკებზე, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ ვხვდებით, რო გვაქვს. ანუ ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენ ემოციურ სამყაროში აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვენი მე, მეგობრებო, და აბსოლუტურად სხვა ცხოვრება არის ცნობიერი მეს ცხოვრება. მატერიალური ცხოვრება აბსოლუტურად სხვა არის. იქ პროცესებში, იქ ნამდვილი რეალური ადამიანი ჩანს. და გარედან ჩვენ რაც ვჩანვართ, ეს არის ფაქტობრივად 2% იმ ყველაფრის, აი ასტროლოგიაში ხა ვინც კარგად ერკვევით, რომ მე უნდა მე ზოდიაქოთი კურო ვარ და რა უნდა გავაკეთო, ან რა ქვა უნდა დავიკიდო და ჩვენ ცოტა ისე ვიყურებით ხოლმე, რომ თხის რქებისთვის როგორი პერიოდია და უკვე რო გასაგები არ იყო ცოტა ისე რო უყურებთ უკვე რა 40 წლის წინ გავლილი თემა სიტყვაზე. აი ესე არის ის რაღაცა ერთი ზოდიაქო ჩვენთვის ცნობიერი ცხოვრება. იმის მიღვა არის უძირო მარადისობა, რომელიც არის ხანდახან ზოგისთვის მაგალითად ცოტა შემაშინებელი, მაგრამ ჩვენ თუ ნენელა ამის შეცნობას და მართვას ვისწავლით, ეს არის უკვე როცა ქვეცნობიერი პროგრამები რეალურად უნდა ნენელა ეტაპობრივად ამოვიტანოთ ზედაპირზე და გავაცნობიეროთ და მე შევცვალოთ. მე რასაც ვაკურდებოდი თუნდაც რეგრესზე, მივხვდი, რომ ჩვენი განსხეულება მატერიაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან სულიერ სამყაროებში თითქოს ადამიანებს სულებს არ აქვთ ამის საშუალება, რომ ის ემოციური პროგრამები მოაგვარონ. ანუ როგორ ხდება იცით, აი ხა უკვე თეორია რო აგიხსნათ. ეს წერია კიდეც ესე და მე დავწუნდი უკვე ჩემი პრაქტიკებით, არა მარტო ჩემ თავზე, ბევრზე და ამიტომ გიყვებით, თორე აქ ეხლა რასაც გიყვებით 10 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არ ვიყავი ბოლომდე ამაში ესე დარწმუნებული. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ აი 100% ეგრე არის, კვლევის გზაზე ვარ კიდევ, მაგრამ აი ეხლა სადაც ვარ, აი ამას გაგიზიარებთ. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რომ თქვათ, სულს აქვს, თქვათ რა, აი სამყარო მუშაობს ესე, რომ სულს აქვს სურვილი გამოსცადოს სამყაროები, ის ცნობის მოყვარე არის ძალიან. ის შემოდის მატერიალურ სამყაროში, მას ცნობის მოყვარეობა ამოძრავებს ადამ და ევა და თავისი ვაშლით, რომ ისე გავიგოთ. აი დაახლოებით მაგდაგვარი ისტორია არის, რომ არიან სამოთხეში სულები ღმერთთან პირდაპირ კონტაქტზე და ცნობის მოყვარეობამ წასვლიათ და წამოვიდნენ და მათ შეიცნეს სამყარო. აი ეს არის სულის ისტორია, მე რაც დავინახე, რაც წერია და რაც ლოგიკურად ესე არის. მოდის სული მე ამ სამყაროში ნენელა ხვდება, რომ რაღაცეები აინტერესებს ძალიან და მან უნდა იცხოვროს ეს ინტერესი, ამასობაში 1000 რაღაც ხდება და აი ეს მერე კიდე უნდა იცხოვროს. მაგალითად ადამიანს თუ შეეშინდა ძალიან სიკვდილის, ის ძალიან ბევრი ცხოვრება შეიძლება მოკვდეს. ძალიან ცუდად, ხონთ. იმ სიკვდილის რა ფორმითაც შეეშინდა, იზიდავს სულ რაღაც ძალადობრივ სიკვდილს შეიძლება, სანამ არ გაუშვებს უკვე ამ შინაგანად, სანამ არ დაამუშავებს, იმიტომ რომ მისი ინტერესი არის ზუსტად ეს, რომ შევიცანი
და ეხლა მე მინდა რომ ეს დავასრულო. ეს პროცესი უნდა დავასრულო. ეს მე უკვე სხვანაირ მაღალ სტანდარტზე უნდა ვიყვანო, ხო? ანუ მისი უკეთესი ვერსია დავინახო. შემდგომ არის თქვა ადამიანს აქვს რაღაც სხვადასხვა საცდური, ხო? აი სიყვარულში მაგალითად და აქ კომბინაციებს ყოველთვის რუკაში ვხედავთ. რა არის ადამიანის ძირითადი საცდური? სად ვერ გადალახა, სად მიიღო ტკივილი და მე ძალიან ბევრი ცხოვრება ცდილობს აი ეს დახუროს, ეს პროგრამა დახუროს, ნეგატიური პროგრამა. და მან ხდება, მაგალითად სიყვარულთან გამოწვევა ქონდა ადამიანს, რატო არ უყვარვარ, ხო? სხვებს სიტყვაზე, ან სიყვარული დავკარგე ძალიან დიდი დოზით, ხო? იქ უკვე ირთვება ეს, სულ კარგავს სიყვარულს. სულ ნენელა არის ამერე ან პოულობს ვითომ მიეჯაჭვება მე ისევ კარგავს ხო ანუ ამ ორ მტრიალში ანუ სული რომ შემოდის უკვე მატერიაში მას აქვს თავისი სისუსტეები და თავისი ძლიერი მხარე ანუ ადრე სულ ძალიან ბევრი წლის წინ მქონდა ვიდეო დუალიზმზე როცა ერთი რაღაც არის ძალიან კარგი მაგრამ არის ყოველთვის ოპოზიციური ენერგია მეორე რაღაც არის იგივე მას შეიძლება კარგიც უწოდოთ ცუდიც და ცუდს შეიძლება უწოდოთ ცუდიც და კარგიც ანუ ბოროტებამ შეიძლება უდიდესი სიკეთე გაგვიკეთოს და უდიდესმა სიკეთემ უდიდესი ბოროტება და ეს ყოველთვის ორივე ერთად იშლება მატერიაში რომ შემოდივართ ყოველთვის ყველაფერი დუალურად იშლება შემოვიდა სული თავისი წმინდა რაღაც იდეალებით აუცილებლად დაინახა სამყაროს ჭუჭყი და ძალიან აი თვითონაც ერთმა ღორმა ასიყური გასვარაო ხო იცით რაღაც ესეთი რაღაცა გვემართება ნენელა მატერია ძალიან შორს არის ნენელა ხდება სულიერ შორს არის სულიერებისგან მას უნდა ის სულიერი სამყაროს ვიბრაცია შემოიტანოს რო ვერ ხედავს აქ დასაყრდენს შეიძლება გაბოროტდეს ეხლა მე მარტო დედამიწაზე რა თქმა უნდა არ მოგსაუბარი ხო უამრავი უდიდესი არის სამყარო და ინკარნაციული ჯაჭვით აი ამ უდიდეს სამყაროში ჩვენ მივდივართ ხო მოგზაურობთ სხვადასხვა მიმართულებით კარმული ასტროლოგიაც ამას აჩვენებს ძალიან კარგად მე ხო გეუბნებით რატომ მიყვარს ასტროლოგია ძალიან აი ხშირად არის რომ აი მე მაგალითად ძალიან აი ცით როგორი ცოტა ისე სუბიექტურ რაღაცას გეტყვით არ მჯერა ხოლმე ადამიანების სულიერი მკვლევარი და რაღაცა და რუკა რო არა აქვს თავისი ესე სიღრმისეულად გარჩეული იმიტომ რომ იმდენად ჩვენ შეიძლება ვერ დავინახოთ რაღაცეები ვერც ჰიპნოზე ხა მე რო ჰიპნოზე იმაზე ყველაფერზე ხო დავდივარ მე რო რუკა არ ვიცოდე სიღრმისეულად მე ამდენს ვერ დავინახავდი ჩემში ვერც სუცს და ვერც კარგს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ჩვენი გონების მიღმა არის ასტროლოგია მეგობრებო ჩვენი გონების ჩვენი შეხედულებების და ჩვენი სულიერი გამოცდილების მიღმა არის მას ისეთი რაღაცები შეუძლია დაინახოს რაც ჩვენ დიდად არ აქვს უნარი მაგრამ ჩვენ თუ ასტროლოგიას ვიყენებთ აი ჩვენ ხვდებით მართლა ისეთი ადამიანები რომელსაც შეგვიძლია ჩვენ თავზე მაღლაც დავდგეთ ანუ ჩვენ ზევიდან შევხედოთ ჩვენ თავს ფართო სურათით დავინახოთ ჩვენი სულიერი კარმული ფსიქოლოგიური ასპექტები. აი ამიტომ მეყვარს და აი ყოველთვის არის შეცდომა თუნდაც ძალიან მაგარი ფსიქოლოგი რო ავიღოთ ან მაგარი ეზოთერიკოსი რუკაში ჩანს უბრალოდ ის ფეიკი არის თუ ნამდვილად დგას ამ გზაზე. ამუშავებს თავის ნეგატიურ პროგრამას თუ პირიქით აი უბრალოდ იმ ღერძზის ფეიკის ხო ილუზიებშია მაგალითად. ამიტომ აი ჩემთვის იმდენად ბევრი ადამიანი ვნახე მე ბავშვობიდან მოყოლებული ამ ილუზიებში და იმდენად ხედავდი რა იყო თქვათ ხო ჩემი კომბინაციებიდან რა იყო სხვა რა იყო რეალობა და ხა იცით რა არის ხვებისგან რომ მოდი ძალიან კარგად შეგვიძლია სიმართლე დავინახოთ და ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს პრობლემებს ამაშია საქმე თორე ყველა დაინახავს ყველას ნეგატივს აქ პრობლემა არ არის მაგაში ну ესეც საკითხავია ახლა ძალიან გვიანაც ხვდებით ხოლმე ზოგჯერ ვიღაცების ფეიქს უფრო პოლიტიკურ სიტუაციებში უფრო საზოგადოებრივ აქტივობებში მე ნენელა იმსხრევა ეს მითები ხოლმე მაგრამ ზოგადად ახლა ახლობლებში ძალიან მარტივი არის დავინახოთ რა ცუდით ვიზება აქ ადამიანს ვიდრე ჩვენ თავში ხო ამას გულისხმობ ხო და წარმოგიდგენთ ახლა ეს მთელი ასპექტები კარმული რაც ახლა რუკაში ჩანს ადამიანის მთელი ინკარნაციები, აი ჩემი ლილიტი სადაც არის, მეგობრებო, მაგალითად, ხო, ვნახე
იმ ზონაში საშინელებებიც თითქოს ჩამიტენია და საშინელებებიც გამიკეთეს. აი ესეთი კომბინაციები. ანუ აი ისიც იმასაც ვერ აღიქვამ, რომ აი შენი ლილიტი რაც არის, რომ აი რო ამბობენ, რომ ვაიმე ისეთი ცუდი იყავი წინა ცხოვრებაში, და ამ დროს ხედავ, რომ ისეთი ცუდები რაღაცები გაუკეთეს ადამიანს წინა ცხოვრებებში, ხომ? თვითონაც კი შეიძლება მე გაბრაზდა და შესვენები დაუშვა, მაგრამ შავმთარი ეს არის ძალიან ღრმა ტრამვები. ეს არის აი საშინელი ტრამვები, რომელიც მე რეგრესზე, ჰიპნოზზე თუ პერიოდულად სულ ადამიანი ცდილობს შეისწავლოს თავისთავად, მე ხვდება, რომ აი ხშირ შემთხვევაში შავმთვარის ზონაში ჩვენ ძალიან სერიოზული მსხვერპლიც ვიყავით. ახლა საუბრობდი ჯგუფშიც დავდეთ ახურულ ჯგუფში ნავალნიზე, რომ ну რუსეთში ესე მოკლეს ხო? ეხა ძალიან გულუყოლები უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ეს გული შეტევა ან თრომბი ან რაღაცა ვიფიქროთ, ხო? გასაგებია, ეგ ბევრი ანალიტიკოსის მოსმენითაც ხვდებით რა იყო მანდ, მაგრამ ისედაც შავმთვარი ყავდა ვერძის ზოდიაქოში და მერვე სახლში. აი მან რა არის იცით უცნაური მეგობრებო, რომ აი ეს შავმთვარის ფეიქზე როცა ვლაპარაკობ ხოლმე რა, ამ შემთხვევაში მსხვერპლი იყო ადამიანი. ოღონდ აი ძალიან ისე ზევიდან რომ შევხედოთ, რო ვთქვათ, რომ მაინც საჭირო მსხვერპლი იყო თქო, აი ბევრი მაღაზია მსჯელობს, რამდენად იყო საჭირო. თვითონ რუსებსაც ეშინიათ, რომ არ გაქრეს ამ ადამიანის მსხვერპლი, ისე რომ არაფერი არ მოყვეს. რა თქმა უნდა, არაფერი არ მოყვება მაგას. და როცა კარმულ თემაზე საუბრობ, ხო, აი აქ არის ის მომენტი, რომ ადამიანს უნდა ვერძობა, კარგი კუთხით და შეიძლება ძალიან დიდი კუთხით გამოისყიდა მან სერიოზულად შავმთვარის ენერგია. მაგრამ შემდეგ ცხოვრებაში უკვე შეიძლება პირადი ინიციატივების შეეშინდეს, მაგალითად რაღაც სხვა შიშებიც კონდეს, ხო? ანუ ესე შეგვიძლია დავინახოთ უკვე ეხლა როგორი ცხოვრებაც ქონდა, მომავალ ცხოვრებაში რა შეიძლება განვითარდეს, უკვე ლოგიკურად შეიძლება ჩანდეს ეს. რა თქმა უნდა, ხარ არავის სულში რა ხდება, არ ვიცით ბოლომდე, ჩვენ ახლა ზოგადს მივყვებით, ხო? მაგრამ მაინც აი ეს კომბინაციები როცა არის აი ამ კუთხით სულიერი სამყაროებიდან რო შევხედოთ, ის დაგროვილი სტრესები ან დაგროვილი უსამართლობა, აი ეს არის ჩვენი რუკა მეგობრებო. რაც კომბინაციები ჩანს, მას არავინ არ მოკლავს, არავინ არ ჩამოუხრჩვია, როგორც ლილიტ მერვე სახლს და ვერც შეიძლება კონდეს, მაგრამ თვითონ იყო მსხვერპლი ამ ყველაფრის. აი ესე მუშაობს ხოლმე კარმული ასპექტები. ზოგჯერ რო გონიათ, რომ ვაიმე, აი სულ ყველა მეასიკვდილა, ალბათ წინა ცხოვრებაში ძალიან აგრესიული ადამიანი იყო, შეიძლება ის პირიქით მსხვერპლი იყო და ძალიან უსამართლოდ და ძალიან შეეშინდა, ან ძალიან ინანა მსხვერპლის გამო, ხო, სულიერ სამყაროში უკვე. აი, ესეთ ისტორიებს რო ვამბობთ, ასტროლოგია ამას ძალიან კარგად აჩვენებს. ეხლა მე რაზეც გელაპარაკებით, ხო, ამ სულიერ ასპექტზე. ეს ენერგიები ჯდება ჩვენს სულიერ ამ ცხოვრებაში ჩვენ ენერგეტიკაში ჯდება და ცხოვრობს ჩვენში. მერე ის აუცილებლად იზიდავს მსგავს, როგორც ნავალნის შემთხვევაში ზუსტად იგივე ჩაუტარდა სავარაუდოდ, როგორი ლილიტის ჰქონდა. ამიტომ ამბობდი, რომ ეს კარმული იყო მისთვის ეს მოვლენა და რაღაც დატრიალდა. მეც მქონია კარმული სიტუაციები, ერთ-ერთში რაც მე ჰიპნოზზე მინახავს, ბევრად სხვა ლაით ვარიანტში, მაგრამ მსგავსი რაღაცები მინახავს. ისევ იგივე განმეორებულა ჩემ ცხოვრებაში. და ძალიან სერიოზულად ვეცადე უკვე რომ შემეცვალა პროგრამა და იგივე ემოციით არ შევხედრილიყავი, იგივე გამოწვევებს, რომელიც თითქოს კარმულად ვერ უმკლავდებოდი ძალიან ბევრი ცხოვრება. ზუსტად ამოცანა ამაში არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავებული კუთხით დავხვდეთ განსაცდელს ამ პრობლემას, ან ვეცადოთ საერთოდ არ შევიდეთ ამ პრობლემაში, ხო? ეს ყველაზე მთავარი, მე რასაც მივხვდი, რომ არის სიტუაციები, რომელიც იგივე უბრალოდ უნდა ვისწავლოთ, რომ იგივეში აღარ შევცუროთ. და თუ შევცურავთ, თუ ბედი არის, ვისწავლოთ სხვანაირად გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან. შემდგომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ენერგეტიკა ჩვენში რაც არის, ანუ ადამიანი არის უფრო ენერგია და მე არის ფიზიკური, ფიზიკური არის აი მეორადი. ეს არის ანარეკლი, იმისი რაც სულში ხდება, რაც ემოციებში ხდება. და ძალიან მნიშვნელოვანი არის შეცვალოს ადამიანმა ის ენერგეტიკა, რაც პრობლემას რაც უქმნის. მაგალითად, როცა არის
მარტივია, აი კუჭის ტკივილები ავიღოთ, ხო, გავრცელებული არის ყველასთან. მან რო კითხდები, როგორი კუჭის ტკივილი აქვს, ემოციური კუჭის ტკივილი აქვს, ნივთიერებადი კუჭის ტკივილი აქვს თუ ენერგეტიკული კუჭის ტკივილი აქვს. ნივთიერებადი რას ნიშნავს? როცა ადამიანს აქვს აი მოთხოვნილება ყველაფერი ჩაყლაპოს, ბევრი მიიღოს, ხო? იქნება ეს ინფორმაცია. ზოგს ინფორმაციაზე აქვს აქცენტი და ოღონდ არაცნობიერად ხდება. აბსოლუტურად ენერგეტიკული არხი აქვს გახსნილი ინფორმაციასთან და შემოდის. ეს ინფორმაცია და ხდება აი გადაბერვა კუჭნაწლავის ირღვევა სისტემა, ხო, იმდენად ბევრი საინფორმაციო არხები მოდის, ზოგს თავის არეში აქვს ეს საინფორმაციო არხი, ზოგს მუცლის არეში აქვს, ზოგს გულის არეში აქვს, მაგალითად და მე მანდ მივდივართ ხოლმე, ხა მეც მქონია რაღაც ესეთი თუნდაც ახლობლებთან თერაპიული შეხვედრები და ნენელა რო ხვდებიან, რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა შიშები, რომელიც ამ ცხოვრებაში, ზოგ სამცხოვრებაში ქონდა მაგალითად, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა. რაღაცის ინფორმაციის ვერ მიღების შიში, ან კონტაქტის ვერ მიღების შიში, ან ცნობის მოყარეობა, მაგალითად გადაჭარბებული, ან პირიქით შიში, რომ არა ვარ ცნობის მოყარე, რამე არ მოხდეს, აქ პრობლემა, ხო? ან ვიღაცას კარიერში შეუშალა ხელი, ვიღაცას მეგობრებთან ურთიერთობაში შეუშალა ხელი. აი აქ ნენელა რო იკვრება ეს შიშები, ნენელა ჯდება მანდ უკვე არხი გახსნილი. ან პირიქით ზოგი საერთოდ ხურავს რაღაც საინფორმაციო არხს მაგალითად, ხო? აი ხა მე ლევანთან რომ მუშაობდი ადრე, მივხვდი რომ აი ეს თავის არის საინფორმაციო არხი ძალიან მქონდა გახსნილი და ვეცადეთ მე დაგვეხურა ეს და სხვადასხვა ძალიან ისეთი გამიხდა 1000 რაღაცა წამში აღარ ვფიქრობდი. მარსი მყავს მერკურთან შეერთებაში, მარსი ეს არის აი თავის არე და მერკური აი პირდაპირ და ასპექტები, კვადრატები ბევრ პლანეტასთან და ნუ პირდაპირ უკაში მიჩანდა რომ აი ეს ზონა მაქვს ცოტა დაუცველი ენერგეტიკულად, მოდის ესე ვთქვა. ვიღაცას აქვს კუჭნაწლავი დაუცველი ენერგეტიკულად, ზოგს ემოციების გადაყლაპვა უჭირს, ან ემოციების მონელება უჭირს. მაგალითად, ზოგს სტრესის მონელება უჭირს, ზოგს მაგალითად ინფორმაციის მონელება უჭირს. არ ტყავს კუჭნაწლავს. ეხლა თვითგამოხატვა ვიცით რომ საუბარია, ყელია, ვისაც თვითგამოხატვის პრობლემა აქვს, შეიძლება ანგინები ხშირად, ან გლანდების პრობლემა და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს ჩვენი შიშები, ჩვენი კომპლექსები ნენელა გარდაიქმნება ძლიერ ენერგიად. ეს ენერგია დიდხანს რო ცხოვრობს, ის ორგანო ვეღარ უძლებს უკვე იმ ნეგატიური მძიმე ენერგიის დაწოლას. თან როცა ჩვენ რაღაცის ძალიან შეგვეშინდება, ის ხურავს ენერგეტიკულ ცენტრს და იქ აღარ მიედინება უკვე სუფთა ენერგია და შემდგომ ის იწვევს დაავადებებს. ასევე ეს შეიძლება ეხებოდეს ბედს, შეიძლება ეხებოდეს ფინანსებს, სხვადასხვა ეხა ფინანსური რესურსების გაცნობიერების ტრენინგი მაქვს და ზუსტად რუკაში მაგაზე მინდოდა მესაუბრა მონაწილეებთან, ვის ინდივიდუალურად ვის რა უჩანს რუკაში, სად შეიძლება დაბლოკვა ქონდეს ადამიანს, ან სად შეიძლება პირიქით სხვაგან ქონდეს რეალიზება ენერგიის, ესეც ჩანს ხოლმე მეგობრებო, პირად რუკაშიც ჩანს ესეთი რაღაცეები, სად ქონდა ცუდი გამოცდილება, სად ქონდა შიშები, შფოთვები, რომელიც ან ფინანსებს ხურავს მე, ან პირად ცხოვრებას ხურავს, ხომ, ენერგეტიკულად. და თუ არის კარმა შემოსული, უკვე ეს არის წინაპრების კარმა. წინაპრებიდან უკვე რო აი გენეტიკურად აღარ არის გამოცდილება, წინა ცხოვრებებში არ აქვს გამოცდილება კარგი ადამიანს, ხო? და აი მან ნენელა ხვდებით, რომ ენერგეტიკა არის უფრო მთავარი და პირველი და ჩვენ რო წამლებით ვცდილობთ მოვახდინოთ იმ ორგანოზე ზემოქმედება, რომელიც არის ენერგეტიკული პრობლემიდან, ჩვენი ემოციებიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აი ძალიან გამოუვალი მდგომარეობა, ავანსი, რომელიც მე უნდა ჩავაბაროთ მეგობრებო და ჩავაბაროთ გაცნობიერებით. გადავიტანეთ რაღაც კუჭნაწლავის მწვავე ინფექცია, ანანთება. იქ უნდა დავიწყოთ თვითდიაგნოსტიკა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სად არის პრობლემა, სად არის ენერგეტიკული ბლოკი. ამ ენერგეტიკულ ბლოკს უკვე უნდა გავყვეთ ჩვენ ფიქრებში, ჩვენ წარსულში. იმ ჩვენ წარსულის გაცნობიერება და გადაპროგრამება უნდა ვისწავლოთ, ხედვების შეცვლა უნდა ვისწავლოთ. მიღება უნდა ვისწავლოთ, თან რაც თავარია, როცა ჩვენ წარსულში მივდივართ და ვიერთებთ იმ ჩვენს შინაგან ენერგიას, ხო? რაც ვერ ვიცხოვრეთ ბოლომდე იმ ენერგიას. ვცხოვრობთ
ვიღებთ გამოცდილებას და ვუშვებთ. ანუ როცა ფსიქოლოგები ამბობენ ახლა და ამჟამად მომყავს უკვე ჩემი თავი და ჩემი ფსიქიკა წარსულში აღარ ცხოვრობს. აი აქ ხდება ნენელა ენერგეტიკის გასწორება, მეგობრებო, თავისუფალი და აღმოსავლური რელიგიები თუ პრაქტიკები იყო ძირითადად ამაზე მიმართული. უფრო მთავარზე იყო მიმართული და არა სხეულზე, ხო, უფრო სულზე იყო მიმართული და არა სხეულზე. მე მაგალითად ნენელა ხვდები, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მჯეროდა ადრე ესეთი ენერგეტიკული პრაქტიკები საერთოდ მე ვარ ძალიან დაღმავალი მე-6 სახლი ძალიან პრაგმატული ვალერიანს დაალევ ქიმიურად იმუშავებს დაწყნარდები იქ რაღაც წარმოსახვითი თერაპია რა შუაშია ხო არ მჯეროდა მართლა არ მჯეროდა ძალიან მყარად ვიტექი თითქოს ყოველთვის მაგრამ ნენელა სხვა რაღაცებიც დავინახე ნენელა ხვდებოდი რომ აი ვიმუშავებდი პატარაზე ჩემს თავზე, ბევრი პრობლემა მეხსნებოდა ხოლმე. და რაც უფრო მუშაობთ თან თავზე, ახალი პერსპექტივები მოდის, იმიტომ რომ იმ ძველ ენერგიებს, რომელიც გაჭედილია ჩვენი სხეული სულ, მაგალითად, ხო, სხვადასხვა წარსული ტრამვებით, წარსული ნეგატივებით, მერე ზოგი ბოროტდება, მერე ზოგი გაღიზიანდება სხვის წარმატებაზე, იმიტომ რომ თვითონ რატო არ არის წარმატებული, ესეც მესმის, ესეც ისეთი უკვე გამოუვალი მდგომარეობაა რეალურად ეს. და ამ დროს მთელი რესურსები მასში არის. მას შეუძლია შეცვალოს ეს ყველაფერი, ხომ? და ზოგჯერ კარმული გამოცდილება არ ყოფნის, ზოგჯერ სურვილი არ ყოფნის, ზოგჯერ დრო არ არის ჯერ მოსული, მაგრამ მერე მოვა. და ამასაც ესეც უნდა ვიცხოვროთ. მერე როცა ეზოთერული სფეროდან რო გავაგრძელოთ ისე, აი რო ვიცხოვროთ თქო მაგაზე რომ მოგიყვეთ, მაგალითად სადღაც იცხოვრა ადამიანმა უფულობა და შიმშილი. და დაისტრესა ამის გამო, ხომ? ძალიან ბევრი ცხოვრება შეიძლება იტრიალოს ამ ღერცზე. ისევ, იზიდავდეს სულ, იმიტომ რომ იყოს ადამიანი ნეგატივზე. დარდი, განცდა, რატომ არა მაქვს, რატომ აქვს ეს პრობლემები და ძალიან დიდი ხანი იყოს ამის ღერცზე. შეიძლება ფინანსების პრობლემა იყოს გამოწვეული მაგალითად, როცა ადამიანს აქვს გაცემის, ენერგიის გაცემის უნარობა, ხშირად ან გადაჭარბებული გაცემა ენერგიის, როცა შინაგანად ვერ იჩერებს ენერგიას. ადრე ვამბობდით ხოლმე, დაგროვილი წონა ეს ნიშნავს, რომ გაცემა შეწყვეტილი არის ენერგიის და როცა ვერ იმატებენ პირიქით, ვერ იჩერებს ორგანიზმში ენერგიას, ხომ, ადამიანი. ესე ძალიან ბევრი ინფორმაციები არის ამ თემაზე. მე რაც ვნახე მეგობრებო, თუნდაც ჰიპნოზზე, აი როცა ადამიანი რაღაცას კარგავს ძალიან მნიშვნელოვანს, ხომ? და ის ძალიან დარდობს მე ამაზე. ვთქვათ იქითა სამყაროში. მან ეს დარდი უნდა იცხოვროს მე. მატერიალური სამყარო არის მეგობრებო, განსხეულება ჩვენი ემოციების. ჩვენი, აი რაშიც ვართ, როგორი გარემო გვაქვს, როგორი მშობლები გვყავს, როგორი მეუღლე გვყავს, როგორი შვილები გვყავს. ეს ყველაფერი არის განსხეულება ჩვენი სულიერ სამყაროში წარმოებული ემოციის. იქ ეს ემოციები უბრალოდ არის როგორც ფორმის სულები, ეძახიან ფორმის აზრის ფორმები ბოდიშით. აი ეს ფორმები მატერიაში რეალიზირდება, განსხეულდება. ეს ფორმები. ანუ პირველ წყარო არის სულიერი სამყარო. შტაინერიც წერდა მაგალითად, როცა აქ ომის დედამიწაზე მიდის, ჯერ იწყება სულიერ სამყაროში ეს ბრძოლა სულებს შორის, ენერგიებს შორის. ის მერე ირეკლება აქ. ანუ არის დიდი სამყარო და არის პატარა სამყარო, მისი ანარეკლი. აი ჩვენი დედამიწა და ჩვენი სამყაროები ახლა რაც არის, ეს არის ანარეკლი, რაც ზევით ხდება. ასტროლოგიაზე ხო იგივე ამბობენ, რაც ზევით არის, იგივე არის ქვევით, ხომ? და წარმოიდგინეთ, როცა ჩვენ გვაქვს ცხოვრება, რომელიც ჩვენ რეალურად ეს უკვე ემოციურად ვიცხოვრეთ, სადღაც ძალიან ბევრი ცხოვრების წინ. ან სულიერ სამყაროში ვიცხოვრეთ მაგალითად, ხო, რაღაცა ძვირფასი გვქონდა და რაღაც ლამაზი დუალურად მივეჭაჭვეთ იმ ყველაფერს ასწაულს და მე სასწრაფო განცაში ჩავართით, რომ ისევ იქმნიდა, დავივიწყეთ, რომ სულიერი არსებები ვართ, დავივიწყეთ ჩვენი მთავარი დანიშნულება და მივეჭაჭვეთ მატერიას. წავიდა უკვე იქ დრამა. და მე ჩვენ ბევრი ცხოვრება აი ამ დრამაზე ეწყობა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე რეალურად ვიცხოვროთ ეს დრამა.
და მე რენელა, ანუ აქ ოპოზიციური ენერგია არის, თუ ძალიან კარგად ცხოვრობდი და ძალიან მაგარი ცხოვრება მქონდა, აუცილებლად შემდეგ შეიძლება ცუდი ცხოვრება მქონდეს, იმიტომ რომ წესით მე ვერ ჯაჭვი ამ ყველაფერს, ხო, ქვეცნობიერად დუალიზმი ჩაიშალა აქ. და მერე არის დრამაში, უბედურებაში, სანამ არის სწავლის, რომ დრამაში იყოს ბედნიერი, ბედნიერებაში იყოს მაგალითად ესეთი ნელთფილი. აი რელიგიაც ამას გვასწავლიდა გახსოვთ, რომ აი ზედმეტი სიხარულიც არ შეიძლებაო და ზედმეტი მწუხარებაც არ შეიძლებაო. რეალურად ბუდიზმის იდეაც, რომ გაბრწყინების იდეაც მანდ არის, როცა გონელთფილი და გულგრილი ხდება ამ ცხოვრების მიმართ ადამიანი. მაგრამ ხშირად ისე ვიგებთ, რომ თითქოს ადამიანს უბრალოდ ფეხებზე უნდა ეკიდოს ეს ცხოვრება. ესეც არ არის. ანუ ნიშნულოვანი არის, რომ შინაგანად ადამიანს არაფერი აღარ სტრესავდეს. არაფერი აღარ ანერვიულებდეს, იღებდეს სიყვარულით და სიმშვიდით ყველაფერს, ხო, გაგებით, უმაღლესი გაგებით, ეს შულდოსნის იდეა რო ავიღოთ და თევზების ერთად. აი მაშინ სიბრძნე სულიერი შულდოსანი და შინაგანი წვდომა სამყაროსი თევზები. აი ეს ამის შემდეგ უკვე გადავდივართ ჩვენ სხვა ლეველზე, მოდით ესე ვთქვათ. და ეს არის ზუსტად თავარი იდეა მთელი კაცობრიობის, ვთქვათ, რელიგიები ზუსტად ამისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. თუმცა ეს რა თქმა უნდა, ხშირად არ არის აუცილებლობა. ზოგჯერ არის, რომ სხვა სამყაროებში, სხვა პლანეტებზე, ვთქვათ, გადიოდნენ ამას, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებით, რაც კი მქონია ჰიპნოზზე, იყო, როცა ადამიანები ზუსტად მაღალი სამყაროებიდან ჩამოვიდნენ. და იმის გამო, რომ მათ უკვე უნდა ენახათ, როგორ არის დაბალ სამყაროებში, როგორ ცხოვრობს ხალხი. მათ ტყავშიც შესულიყვნენ, რომ მეერე ისწავლონ მათი დახმარება. ანუ თუ არ განვიცადეთ ყველაფერი ის ნეგატივი და ის პრობლემები, ის ტკივილი, რაც ადამიანურ სულიერ სამყაროში არსებობს, ჩვენ შეიძლება ვერ დავეხმაროთ ერთმანეთს, ხომ? და ამიტომ ეს გამოცდილებები, ანუ სამყაროს უდიდეს ინერციაში, აი ესეთი ერთი ინკარნაციები და რაღაცები ძალიან მწვრილმანი არის, ძალიან უნიშნელო არის, ძალიან გლობალური არის, უფრო ხედვა და ძალიან დიდი არის ეს სამყარო და მნიშვნელოვანი არის ზუსტად შემოვიდეთ რეალობაში, გავიგოთ და ძალიან დიდი ტკივილი შეიძლება ძალიან დიდი გამარჯვებაც გახდეს ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ჩვენ კოლექტიური არსებები ვართ, სულიერ სამყაროებშიც ყოველი სული ვალდებულია და ეხმაროს სხვა სულს. ეს მე მგონი ქართველებზე არ ჭირს ჩვენთან, იმიტომ რომ არავინ არ დაგეხმარება, არავინ არ გაგატარებს მანქანით, არავინ არ გადაგიშვას ფეხით, ყველა თავისით გაივლით, ანუ აქ ნაკლებად, ეს ისე ლირიული გადახვევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვალდებული ვართ ადამიანები, გვიყვარდეს სულიერი არსებები, გვიყვარდეს ვეხმარებოდეთ მათ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სოციალურ ცხოვრებაში და სულების ცხოვრებაში. არის ისიც მაგალითად, როცა შტაინერის წერს ხანდახან სიციური არსებები, როცა ინკარნირდებიან დედამიწაზე, სულიერი მოძღვრები იმისთვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს, ან თავსაც წირავენო ამ მატერიაში შემოვიდნენ, რომ სხვა ბევრად ნაკლებად განვითარებულ სულიერ არსებებს რომ დაეხმარონო. ეს არის ჩვენი კოლექტიური პასუხისგებლობა, კოლექტიური აუცილებლობა. და ამასობაში ჩვენი თავიც არ უნდა დავკარგოთ, როგორც ინდივიდუალიზმი, ხო? ძალიან მოკლედ ეს მინდოდა მეგობრებო, მე თქვა კი ცოტა გამიგრძელდა. მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. ეს ძალიან მოკლედ მოგიყევით ახლა. და აი როგორ ვითარდება სული, ხო, დედამიწაზე, სამყაროში, ინკარნაციებში. აი ეს მინდოდა გადმომეცა მოკლედ. დროებით კიდე შემოგთავაზებთ ხოლმე, დამიწერეთ კომენტარებში და ლაიქეთ თუ გექნებათ სურვილი ეს ვიდეოები და დამიწერეთ თუ რამე კითხვები გექნებათ, ვეცდები რომ გიპასუხოთ ხოლმე და აბა დროებით.